გურჯაანის მუნიციპალიტეტში რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და სიახლეები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, ხოლო ყურძნის იმ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია დადგენილ ფასად ჩაიბარებს. მოგეხსენებათ, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ხარისხზე, შესაბამისად არის ის გადაწყვეტილება, რომ გვექნება იმ შემთხვევაში, თუ მოუწევთ სახელმწიფოში ჩაბარება ორი ფასი და დაფასდება ის მევენახე, რომელიც მოიყვანს ხარისხიან და კონდიციურ ყურძენს. ყველა ეს ცვლილება არის გამიზნული იმისთვის, რომ დაფასდეს ხარისხიანი ყურძნის მომყვანი ფერმერი, მევენახე და ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სადაც შევხვდით მევენახეებს და სოფლის წარმომადგენლებს, მერის წარმომადგენლებს სოფლებში, გავაცანით ის სიახლეები, რომელთაც იგეგმება წლევანდელი რთველის შეტარება, ანალოგიური შეხვედრები ხელმძღვანელ პირებთან, გუბერნიის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხორციელდება თითოეულ მუნიციპალიტეტში კახეთის მასშტაბით, რათა მეტად ორგანიზებულად ჩატარდეს წლევანდელი რთველი. და ის სიკეთეები გავაცნოთ მოსახლეობას, რომელიც არის გარკვეულწილად სიახლე, რა თქმა უნდა, მევენახეებისთვის წლევანდელი რთველის პერიოდში.